სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პირველადი წარმოება საქართველოში დამატებული ღირებულების გადასახადისაგან, იგივე DGG-სგან გათავისუფლებულია. შესაბამისად, ადგილობრივი ხორბალი DGG-თი არ იბეგრება. იმპორტირებული ხორბლის შეძენისას კი წისქვილკომბინატს გადახდილი DGG-ს ჩათვლის შესაძლებლობა აქვს. ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტის განმარტებით, სწორედ ეს გარემოება განაპირობებს მნიშვნელოვან სხვაობას ადგილობრივი და იმპორტირებული ხორბლის ჩასაბარებელ ფასებს შორის. როგორც ლევან სილაკავამ აგროგარემო ტივისთან საუბრისას განმარტა, იმპორტირებული ხორბლის ღირებულებაში DGG შედის, თუმცა წისქვილკომბინატი მისი შეძენისას გადახდილ გადასახადს შემდგომ ითვლის და საქმიანობაში იყენებს. ადგილობრივი ხორბლის შემთხვევაში კი, რადგან პირველადი წარმოება DGG-სგან თავისუფალია, წისქვილს ჩასათვლელი DGG აღარ წარმოექმნება. მისი თქმით, ეს საგადასახადო განსხვავება ადგილობრივი ხორბლის შესყიდვის ფასზეც პირდაპირ აისახება. სილაგავა აცხადებს, რომ ქართული ხორბალი DGG-თი რომ იბეგრებოდეს და წისქვილკომბინატებს მისი ჩათვლის უფლება ჰქონდეთ, დღეს არსებული დაახლოებით 60-65 თეთრის ნაცვლად 1 კილოგრამი ქართული ხორბლის ჩასაბარებელი ფასი შესაძლოა 80-85 თეთრამდე გაზრდილიყო. რეალურად თვითონ როცა იმპორტირებული ხორბალი მოდის, მათ შორის წისქვილში და რუსეთიდან, მაგალითად ყაზახეთიდან ან სხვა ქვეყნიდან, ის არის DGG-ს ჩათვლით. ანუ რაღაც მარტივი მაგალითისათვის რო ავიღოთ, ნახეთ, როდესაც წისქვილი იმპორტირებულ ხორბალს ღებულობს 80 თეთრად სიტყვაზე, ქართულ ხორბალს ღებულობს 80 თეთრს გამოკლებული 18%. ანუ დაახლოებით 65 თეთრი. ზუსტად ეს ფასი იყო ჩვენს სინამდვილეში, ამ თვეების განმავლობაში. დიახ, უფრო მცირე იყო ქართული ხორბლის ჩაბარების ფასი, იმიტომ რომ წისქვილი ამ შემთხვევაში ითვლის DGG-ს და მას შეუძლია იმპორტის შემთხვევაში ეს DGG გამოიყენოს უკვე სხვა ოპერაციაში თვითონ ჩაითვალოს. მაშინ, როდესაც ქართულის ჩათვლა ვერ ხდება. და თუ მაგალითისათვის რაღაც თვითონ ეს პროცესს აუღწერ, თუ მაგალითისათვის DGG-თი დაიბეგრება ქართული ხორბალი, იგივე 80 თეთრით მოხდება მისი ჩაბარება მათ შორის წისქვილკომბინატებში. იმიტომ რომ ქართული ხორბლის შეტანის დროს თავისთავად ცხადია, მაგ შემთხვევაში ჩაითვლის წისქვილკომბინატი ქართულ ხორბლის DGG-ს. ჩვენ გვაქვს ჩრდილოვანი ეკონომიკა, დაახლოებით 13% არის ჩრდილოვანი, ანუ დაუკვირვებელი ეკონომიკა. მათ შორის ხორბლის თემასთან დაკავშირებით საკმაოდ დიდია ეს, იმიტომ რომ ჩვენ მაგალითად წელს ჩავიბარეთ მხოლოდ 5000 ტონა ასოციაციის წევრ კომპანიებზე ვამბობ 5000 ტონა ხორბალი. როცა დაანონსებული იყო 200,000. თავისთავად ცხადია ამაზე, რომ ნახეთ, ნაწილი აქ ფერმერებიც ამბობენ და ზოგადად ესეთი მიდგომა არსებობს, რომ ნაწილი შეინახა ფერმერებმა და მერე ჩააბარებენ, მაგრამ რეალურად ჩვენ არ ვიცით რა ნაწილი შეინახა თუ არა, უსაფრთხოების მხრივ რამდენია ჩვენთან ეს ყველაფერი და DGG-ს ფაქტიურად ეს კაცრი აღრიცხვის თემა არის, როდესაც ყველას ეცოდინება სად რამდენი ხორბალია და შესაბამისად მათ შორის ეს იქნება სწორი უსაფრთხოებისათვის. და ეხლა კიდე ერთი საკითხი, რომ აი თქვენ სწორად ბრძანეთ, რომ ფერმერებს მაგალითად ეშინიათ ამისი, ну რაღაცნაირად თხილად უკდგებიან იმისათვის, რომ ისინი მერე რაღაც პრობლემებში ხო არ გადავლენ. როდესაც ღებულობთ ხორბლის თესლს, როდესაც ღებულობთ იგივე ხნათესვის სამუშაოებს ვაკეთებთ, იგივე ტრაქტორი, იგივე დიზელი, ეს ყველაფერი თუ ჩათვლით იქნება, თავისთავად ცხადია და შემდგომ უკვე აღების პერიოდში ის კომბაინი არის, მანქანაა და ასე შემდეგ, თავისთავად 20% დაახლოებით თვითონ ფერმერი ამ ყველაფერში ჩაითვლის. ანუ შესაბამისად რეალურად ეს არის სიკეთე, რომელიც ფერმერისთვის თქვათ უნდა იყოს, მაგრამ აქ ბუღალტერიასთან მივდივართ, იქ რაღაც ფინანსურ ანგარიშდებასთან მივდივართ და შესაბამისად რაღაც თითქოს ჩამოყალიბდა და აზრი, რომ ფერმერს ამის წარმოება არ შეუძლია. აქ შეიძლება რაღაცა ხარდამჭერი პროგრამები გაკეთდეს, იგივე აწარმოე საქართველოს საავადმყოფო პროგრამა, დანერგემომავლის პროგრამებია, როდესაც ფერმერებს შეიძლება 1 წელი, 2 წელი თქვათ სახელმწიფომ
ასე ვთქვათ, ბუღალტრული აღრიცხვაში დახმარება გაუწიონ და მერე უკვე ეს ავტომატურად წავიდეს შემდგომში. რა სერიოზულ დივიდენდებს მიიღებს ფერმერი. მათ შორის, მაგალითად, ფერმერი რომელიც ბანკში ის ვერ იღებს ამ ვთქვათ, სესხს იგივე ან რაღაც ფინანსურ ორგანიზაციებში, იმიტომ რომ მას არ აქვს დადასტურება იმისი, რომ რა ვთქვათ, თვითონ ოპერაციები და რა მოგებები არის მასთან. დღესაც აქვს ფერმერს საშუალება, რომ დადგეს DGG-ს ვთქვათ, გადამხდელად, მაგრამ ეს არის ნებაყოფლობითი და ზოგი დადგა დიდი კომპანია და ამას აკეთებს, მაგრამ სხვები არა და შესაბამისად ეს თუ იქნება თვითონ საკანონმდებლო, ფიქრობ, რომ ნელ-ნელა ამის გაკეთება შეიძლება. ფერმერს ექნება საშუალება იმისი, რომ გარკვეულწილად ეს მთლიანად მიიღოს და ჩაითვალოს და პლუს ჩააბაროს წისქვილ კომბინატში არა დღეს 65 თეთრად, არამედ 80 თეთრად, იმიტომ რომ მაშინ წისქვილ კომბინატები იქნება დაინტერესებული, რომ ქართული ხორბალიც მიიღოს იმპორტერებთან ერთად. ეხა ძღებულობთ, მაგრამ უბრალოდ ღებულობთ 65 თეთრად, იმიტომ რომ DGG-ს ჩვენ ვერ ვითვლით. უბრალოდ ასახსნელია ეს ფერმერებისთვის, თორე ეს არის ნამდვილად სიკეთე. არა მარტო რესტორნებს, რიტეილ სექტორთანაც არის ეგ თემა, სასტუმროებთან არის ეგ თემა და რეალურად ალბათ საჭიროა ეს დაუკვირვებელი ეკონომიკაში ვთქვათ გარკვეული ესეთი შესწავლა ამ ყველაფრის და გაკეთება, იმიტომ რომ გაკეთებადია ვფიქრობ, შეიძლება ჩვენზე უკეთესი წინადადება გქონდეს ვინმეს, ჩვენ სიამოვნებით ამ მიმართულებაში ვთქვათ ვიმუშავებდით, მათ შორის ფინანსთა სამინისტროსთან და რეალურად ეგ თემა ვფიქრობ, რომ სწორად უნდა განვითარდეს